როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, ნებდები, გონია რომ ვეღარაფერს შეძლებ და ვერც ღმერთი ვერ შეცვლის შენს ცხოვრებას, მაგრამ გახსოვდეს, რომ ღმერთს გეგმა აქვს შენზე. ცნობილი ავტორი, ევანგელისტი და აქტივისტი კრისტინე ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როდესაც გააშვილეს. იგი გაიზარდა ავსტრალიაში, ბერძნულ მართლმადიდებლურ ოჯახში, სადაც გენდერული როლები ტრადიციულად იყო გადანაწილებული. ასწავლიდნენ, რომ მისთვის უპირველესი მიზანი გათხოვება და შვილების გაჩენა უნდა ყოფილიყო. ხშირად ესწრებოდნენ წირვას, თუმცა ბიბლიას არასდროს კითხულობდნენ. კრისტინეს ბავშვობიდანვე უამრავი პრობლემა ჰქონდა. სკოლაში ჩაგრავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და მასზე ძალადობდნენ. მას შემდეგ, რაც ბიბლიის წაკითხვა დაიწყო, მისი რწმენა მტკიცე და ურყევი გახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეხვდა მომავალ მეუღლეს, ნიკ კეინს, რომელიც ეკლესიაში გაიცნო ბიბლიის შესწავლისას. სწორედ ამ პერიოდში გაიგო, რომ ნაშვილები იყო და ამ ამბით შეწუხებულმა გადაწყვიტა სხვა უმწეო ბავშვებს დახმარებოდა. აღმოაჩინა, რომ წელიწადში 2 მილიონი ბავშვი იყო ტრეფიკინგის მსხვერპლი. აღნიშნულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა და მეუღლესთან ერთად 2008 წელს დააარსა ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას, გადარჩენილთა რეაბილიტაციასა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებას მოემსახურებოდა. მათე სახარების მეცხრე თავით შთაგონებულმა 2015 წელს შეიმუშავა პროგრამა ქალბატონებისთვის, რომლებსაც ამხნევებდა და მოუწოდებდა, რომ საკუთარი ადგილი ეპოვათ ღვთისმსახურებაში. დღესდღეობით კრისტინე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევანგელისტია, მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და უამრავ ადამიანს ამხნევებს ღვთის სიტყვით. წერს წიგნებს და მონაწილეობს საერთაშორისო სატელევიზიო შოუებში. იგი ყოველთვის სამსიტყვებით მიმართავს ახალგაზრდებს. უნდა შევიყვაროთ მუშაობა. არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე იესოსთან ერთად მუშაობა.